გამარჯობა, თქვენ უყურებთ ინფორმატორს. კვირისა და დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ახალ ამბებს ინფორმატორის ჟურნალისტებთან ერთად ვლადიმერ ჯაოშვილი გაგაცნობთ. მოქალაქე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. რა არის მიზეზი, რის გამოც საქმე სასამართლომდე მიდის? დეტალები ნახეთ ჩვენს სიუჟეტში. შენობა, რომელიც კადრში ჩანს, კერძო საკუთრებაშია და მისი მფლობელი ამ ეტაპზე არც ერთი სახის სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი შესაბამისი სამსახურის მხრიდან ოფიციალურადაა დადასტურებული, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის ამას ხელი არ შეუშლია, აბონენტისთვის გადასახადი არა როგორც ფიზიკური პირისთვის, არამედ როგორც იურიდიული პირისთვის ისე მოეთხოვა. მომივიდა გადასახადი არა როგორც ფიზიკურ პირზე, არამედ როგორც იურიდიულ პირზე. ვიკითხე შესაბამისად, რატო არ მეთქე ზეპირი ის იყო ლაპარაკი ამ დროის განმავლობაში. რომ რატომ ახდებინეთ მეთქე ამ იმას. ვერ მივიღე პასუხი იქედან. მე დავწერე განცხადება. რომ გამეცით პასუხი მეთქე, რატომ ახდებინეთ ამას. ამ განცხადებაზე არ არის დღემდე პასუხი. რაღაც თვითონ ადგილობრივი მენეჯმენტის მიერ ვიცი, რომ ვიღაც იურისტს ამათსაც უთქვია, რომ მე რომ დღეს არ არის იურიდიული პირი, მე როდისღაცა ხო იქნება. ამას რომ იურისტი იტყვის, მე მგონი იმისთვის გართობაა იურისტობა და არა პროფესიული საქმიანობა. აბონენტად რეგისტრაციის დროს მომხმარებლისთვის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭება, რომ მხოლოდ შენობის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე მოხდა, არ უარყოფენ არც წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ სერვის ცენტრში. მათ მთავარი ყურადღება შენობაზე დატანილ წარწერაზე გადაიტანეს. ვიზუალურად რომ შეხედავთ, არა ობიექტი არის კომერციული თვალსაზრისით გაკეთებული. ეს ამას ვადონი ლევანი არც მალავს. ეს სამომავლო ის არის, აუცილებლად იქნება დაბლა კაფე კეთდება და ზემოთ არ ვიცი ახლა რასაც გადაწყვიტავს. და ეს ამ თხოვნით ეს და ამიტომ მოხდა დაფიქსირება ჩვენთან ბაზაში როგორც იურიდიული ობიექტის. იმიტომ ერთი შეხედვით რო შეხედავ ეს ყველაფერი ასე ჩანს. ვიდრე აბონენტი წყალმომარაგების კომპანიისგან პასუხს მიიღებდა, თანხის გადაუხდელობის გამო მისი მრიცხველი დაალუქეს. მანამდე კი იმ მოტივით, რომ წყალი შენობაში უნებართოდ ჰქონდა შეყვანილი, დააჯარიმეს. კიდე მომივიდა განმეორებით დამატებული ისე იურიდიულ პირზე, კიდე ამის შემდგომ მიმართე განცხადებით, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, განცხადებაზე პასუხი არ არის რა დღემდე. და გუშინ დამილუქეს რა. და მიზეზი დალუქვის თუ არის წერილობით განმარტებული? წერილობით არ არის განმარტებული. სიტყვიერად არის, რომ არ გადაიხადა გადასახადი. დაჯარიმდა მრიცხველობის გამო, მაგრამ დადგა ობიექტზე უკვე მრიცხველი, მაგრამ ხო უნდა აღრიცხავს მრიცხველი წყლის ხარჯს და ოღონდ უნდა ფასი სხვადასხვა იურიდიulis არის 4 და 50 და 54 არის ფიზიკური პირის და აი აქ არის გაუგებრო, რომელსაც ახლა ვარკვევთ რა. ლევან აბრამიშვილმა უკვე გადაიხადა იურიდიული პირისთვის დადგენილი ყველა გადასახადი და მასზე დარიცხული ჯარიმაც. საქმის დეტალები გააცნო ადვოკატს და აპირებს დავა სასამართლოში განაგრძოს. ადვოკატი ყავს აღვანილი ბატონ ლევანს და არ მიუხედავად ამისა, მაგრამ ის მინდა თქვა, ესე იგი მოვიდა ქვითარი და ტარიფია უბრალოდ, ტარიფი სხვადასხვა, იურიდიულზე სხვა არის, ფიზიკურზე სხვა არის და მოვიდა, ესე იგი იურიდიული ტარიფით მოვდის გადასახადი და ბატონ ლევანი ამაში არ გვეთანხმება და ითხოვს როგორც ფიზიკურ პირს ისე დაერიცხოს ეს გადასახადი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ დღეში ალბათ ბევრი იქნება ასეთი. უბრალოდ მე მოგმართეთ თქვენ და მიმართავ სასამართლოს, აღვანილი მყავს ადვოკატი უკვე. და ალბათ სასამართლო გამოიტანს სამართლიან გადაწყვეტილებას როგორ და რანაირად. რაც შეეხება გადასახადს იურიდიული პირისთვის, ის 4 ლარითა და 50 თეთრითაა განსაზღვრული ყოველთვიურად, ხოლო ფიზიკური პირისთვის კი მხოლოდ 50 თეთრია. 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა ქართული მხარის ყურადღების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ 5 მარტს დაწყებული წვრთნებია. 2000-ზე მეტი ჯარისკაცი და 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა ქართული მხარის ყურადღების ცენტრში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ 5 მარტს დაწყებული წვრთნებია. ოპოზიციაში მოვლენებს საგანგაშოს უწოდებენ, თუმცა 2008 წლის სცენარის განმეორების შიში არ აქვთ. შოთა მალაშხია საქართველოს მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ რუსეთისთვის ეს პოზიცია მისაღებია.
ხმას არ იღებს ანექსია, როდესაც მიდის, ხმას არ იღებს საზღვარი, როდესაც გადმოიწევა და ამიტომ აქ ხელისუფლების გამოცვლა და ისიც ძალით მას უბრალოდ არ ჭირდება. ამას გააკეთებდა ერთადერთ შემთხვევაში და უშუალოდ აქ რომ იყოს მისთვის არასასარგებლო ხელისუფლება, რომელიც მის დავალებებს არ ასრულებს. საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ პროცესს საქართველოს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. ანი მიროტაძის თქმით, მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე მოვლენებზე სწორი ინფორმაციის გავრცელება აუცილებელი. საქართველოს არ შეუძლია დამოუკიდებლად რაიმე ზეგავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე. მაგრამ საქართველოს შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის არის მართალი, რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეზე. და ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, გულისხმობ არა მხოლოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას და არა მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ ყველას, მათ შორის პარლამენტსაც, ვისაც ეს შეუძლია. უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები კი ამბობენ, რომ მოვლენების 2008 წლის სცენარიდან მეორებას საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის ადეკვატურმა რეაგირებამ უნდა აარიდოს. გიორგი რუხაძე ამ კონტექსტში ევროკავშირის საერთო არმიის შექმნის ინიციატივას განიხილავს. ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა ევროკავშირს. იქიდან გამომდინარეც, რომ საფრთხეები რუსეთიდან ბევრად უფრო ადრე ჩანდა, ვიდრე უკრაინის კონფლიქტი. თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და აქაც გასაგებია რუსეთის პოზიცია, იმიტომ რომ საკმაოდ სწრაფად უპასუხეს რუსეთში ჟან-კლოდ იუნკერს იმით, რომ ერთიანი ევროპული ჯარი სავარაუდოდ გააუარესებს უსაფრთხოების ვითარებას კონტინენტზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ამ შემთხვევაში ევროკავშირმა უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ერთიანი ევროპული არმიის შექმნის აუცილებლობაზე საგაზეთო ინტერვიუში ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ჟან-კლოდ იუნკერის ინიციატივას რუსეთში უარყოფითი გამოხმაურება უკვე მოჰყვა. საქართველოში კი მიიჩნევენ, რომ ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნისთვის ეს უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტიად შეიძლება იქცეს. საჩხერის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები და მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ. მათ ამ ფორმით ქალების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს. დასუფთავების აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ უკვე რამოდენიმე თვეა პერმანენტულად ხდება. ბოლო დასუფთავების აქციაზე ქალები ჩართულნი არ იყვნენ. მათ მამაკაცებმა ამ ჟესტით ქალთა სადღესასწაულო დღეები მიულოცეს. აქცია მიიღო პერმანენტული ხასიათი, უკვე მე-6 აქცია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის გასუფთავებას იმ ნარჩენებისგან, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არის დანაგვიანებული. ნახავდით დღეს, რომ აქციაში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ მამაკაცები. მარტი დატვირთულია სადღესასწაულო დღეებით. აქედან გამომდინარე, ყველა ქალბატონს საშუალება მივეცით დაესვენათ. ყველა აქცია, რაც კი ჩადარდა მუნიციპალიტეტში გასული წლის შემოდგომიდან, ტარდება ზედამხედველების განყოფილების ხელმძღვანელობით. აქციაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულო, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საჩხერის კეთილმოწყობა, გამგეობის სხვადასხვა სამსახურები, გამწვანების, აუდიტის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური, საფინანსო, ადმინისტრაციული, ეკონომიკის, კულტურის, სამხედრო, ინფრასტრუქტურის სამსახურები და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მცხოვრებნი იღებდნენ. დაწყების დღიდანვე ჩართული ვართ უშუალოდ კეთილმოწყობის სამუშაოებში, დასუფთავების სამუშაოებში. ხოლო მოსახლეობაში შემოგვიერთდნენ. შეუძლიათ აქ მაცხოვრებლებსაც გამოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით. ჩემი სამსახურიდან დაახლოებით ყოველთვის ჩვენ გამოვდივართ 2-ჯერ 3-ჯერ, ჩემი თანამშრომლები დაახლოებით მე მყავს 8 თანამშრომელი. თითქმის ყველანი არიან აქ და მუშაობენ, აკეთებთ იმას დასუფთავებს. დასუფთავების სამუშაოები ერთდროულად ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე, სანაპიროს, კოსტავას, აღმაშენებლისა და მაჭავარიანის ქუჩებზე მიმდინარეობდა. ყოფებით, როგორ გითხრათ, მართვის ოფისის გვერდით, სკვერში და საკრებულოს თანამშრომლები ვასუფთავებთ. ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში დავასუფთავოთ გარემო და კარგია თუ სუფთა გარემოში ცხოვრება, მე მგონი მისაღებია ყველასთვის და ჩვენც ასე გვინდა რომ იყოს. იქნებ მოგვბაძოს მოსახლეობამაც და თავის შეიკავონ დანაგვიანებისგან და მე კიდე იქნებ ცოტა თვითონაც ეცადონ რომ დაასუფთავონ თავის გარემო და თავის მიმდებარე ტერიტორიები. აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით ეწყობა. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანი საკუთარი ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე ზრუნვაა და ქალაქის ყველა მაცხოვრებელს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.
საკველმოქმედო ორგანიზაცია კეთილის სამარიელის აქციები ჭიათურაში გრძელდება. ორგანიზაციის წევრმა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ინა ასანიძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში მცხოვრებ 150-მდე ბავშვს საჩუქრები პირადად გადასცა. თემის შესახებ ნათია ხვედელიძე გვიამბობს. საკველმოქმედო ფონდი კეთილის სამარიელი ჭიათურას კვლავ ესტუმრა. მათ ჭიათურის მუნიციპალიტეტთან ერთად კიდევ ერთი საკველმოქმედო აქცია მოაწყვეს. ამჯერად საჩუქრები ნიგოზეთის დარკვეთისა და მღვიმებში მცხოვრებმა 150-მა ბავშვმა მიიღო. აქციის ორგანიზატორები პირველად სოფელ ნიგოზეთის საბავშვო ბაღის ახსაზრდელებს ესტუმრნენ. დედის გული შენზე ფიქრის ლოცვით ასავზე თუ რაიმე გამჭირდა დედას მოწალსმე ამერიკიდან გამომიგზავნეს მე აი ეს კარგი სათამაშოები და ამით ძალიან გახარებული ვარ. დიდი მადლობა ამერიკელებსაც, ჩვენ ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქრები დაურიგა ჩემს ახსაზრდელებს. სტუმრებს თანატოლების მსგავსად საგანგებო კონცერტით შეხვდნენ დარკვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. პასტა მომივიდა, კიდე მომივიდა, კურდღელი მომივიდა, სათამაშო და ეს კუდი. ძალიან მომეწონა ეს საჩუქრები და დედიკას ეუბნებოდი ხოლმე მიყიდე ესა და ძალიან მადლობა მინდა რომ გადავცეს ყველას. ამერიკელი თანატოლებისგან გამოგზავნილი საჩუქრები მიიღეს მღვიმებში მცხოვრებმა 60-მდე ბავშვმა. მოხარულები ვართ, რომ აქ ვიმყოფებით და გვეძლევა საშუალება ბავშვებს მაგალითით ვაჩვენოთ სიკეთე და მეტი სიყვარული. საკველმოქმედო აქციაში ჩართულები იყვნენ დარკვეთის, მღვიმევისა და ნიგოზეთის მაჟორიტარი დეპუტატები, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და სპორტისა და ახალგაზრდობასთან მუშაობის განყოფილების უფროსი. საკველმოქმედო ფონდმა კეთილმა სამარიელმა, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ჭიათურის მუნიციპალიტეტთან, ქალბატონი ინა ასანიძის ძალის ხმევით დღეს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებს. ეს ფონდი უამრავ კეთილ საქმეს ემსახურება. ძალიან სასიამოვნო დღეა. მადლობა ამისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ერთ ჩვეულებრივი დღე ჩვენი მუნიციპალიტეტის ბავშვებს დღესასწაულად უქციეს. დღეს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვნახე კეთილის სამარიელის ჭიათურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარებით გახარებული და სასიამოვნო იყო ხილვამდენი ბავშვის ერთად ასე ბედნიერი სახეებით. ორგანიზატორების თქმით, საკველმოქმედო აქცია მომავალშიც გაგრძელდება. წითელი ჯვრის სიმულაციური სწავლება ამჯერად საჩხერის მუნიციპალიტეტში გაიმართა. რა არის სწავლების მიზანი, ნახეთ ნათია ხურცილავასა და გიორგი ჯავახიშვილის რეპორტაჟში. საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზებით კატასტროფების რისკის შემცირების პროექტის ფარგლებში საჩხერეში ყოფილი ქარხნის შენობაში სიმულაციური სწავლება გაიმართა. სცენარის მიხედვით მიწისძვრის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ზოგადი მიზანი დღევანდელი სიმულაციური ვარჯიშის არის ის, რომ ჩვენ მოვახდინოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ადგილობრივ სპეციალურ სამსახურებთან ერთობლივი კოორდინირებული რეაგირება კატასტროფებზე. სიმულაციური ვარჯიში მოიცავს თავის თავში, რომ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის რეაგირების გეგმის ამოქმედება, სადაც ხელმძღვანელი ამ გეგმის ამ შტაბის შეკრების დროს იქნება ადგილობრივი გამგებელი და ადგილობრივი გამგებელი ავალებს ყველა სამსახურს, მის ქვემდებარე ყველა სამსახურს, რათა მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. შენობაში ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მალევე გამოჩნდა სახანძრო სამაშველო სამსახური. დაიწყო სამაშველო სამუშაოები. შემთხვევას ორი დაზარალებული ჰყავდა, რომლებიც წითელი ჯვრის კარვებში გადაიყვანეს. ადგილზე მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება გაუწია. სცენარის მიხედვით ვიყავი დაზარალებული თან უსინათლო, აი სრულიად უსინათლო, ვერაფერს რო ვხედავ და სიმართლე გითხრა ისე შევიჭერია ამ პროცესში, რომ მართლა უსინათლო წარმოვიდგინე თავი და სპეციფიურ დახმარება ჭირდება. ანუ კარგი იქნება ამ ხრივ ცოტა კვალიფიკაციას აიმაღლებენ და სპეციალურ ტრენინგებით ჩაუტარდებათ. ვიცი, უცებ აი სახლში ვიყავი და კვამლის სუნი ვიგრძენი და როგორც აღმოჩნდა ხანძარი იყო. მე გონებას ვკარგავდი ნელ-ნელა და მე უკვე მართლა არაფერი არ მახსოვს, აი აქ ვიყავი, უკვე გონზე რა მოვედი. ასეთი სტიმულაციური ხანძარი არის ჩვენი საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად. სიმულაციური სწავლების პროცესში საქართველოს წითელი ჯვრის საჩხერის ფილიალი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სახანძრო სამაშველო სამსახურები იყვნენ ჩართული.
ჩემი ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო პაციენტების ტრიაჟი, ანუ დახარისხება. ვის როგორი დახმარება ჭირდებოდა და რა ვიცი, მე მგონი მობილიზებულად მოვედი. ჩვენი რაიონი არის კატასტროფული ზონა და საგანგებო სიტუაციები და აი ეს პროექტი ძალიან აუცილებელი იყო ჩვენი რაიონისთვის და ამიტომ ეს პროექტი ჩვენთან ხორციელდება უკვე მეორე ფაზა არის. და ვწოდნით 20 კაციან ჯგუფს ფსიქოსოციალური დახმარებისთვის ყავს გაწვრილი ჯგუფი, პირველი დახმარებისთვის, სამაშველო ჯგუფისთვის და როგორც ჩვენებმა გვითხრეს ძალიან კარგად ჩაიარა ამ სიმულაცია. სწავლებას ბევრი მოხალისე ჰყავდა, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შეიმუშავეს მუნიციპალიტეტისთვის საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვახდენთ ფაქტიურად მობილიზებას, მე როგორც შტაბის ხელმძღვანელი ვალდებული ვარ, რომ შტაბის ყველა წევრს მივცეს შესაბამისი დავალება და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით. სიმულაციური სწავლების მიზანი მოსახლეობისთვის საგანგებო და კატასტროფულ სიტუაციებში განსახორციელებელი ქმედებების გაცნობა იყო. ინფორმატორი ეთერში რეკლამის შემდეგ რამდენიმე წუთში დაბრუნდება. ინფორმატორი რეკლამის შემდეგ კვლავ ეთერშია განვაგრძობთ გამოშვებას. 5 მარტს ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოს წევრებმა მორიგის სხდომა გამართეს. დღის წესრიგი 5 საკითხით იყო წარმოდგენილი. განსახილველად გამოტანილი საკითხები კოლეგებს მოსწავლეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ეკა ფიფიამ გააცნო. სხდომის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა საკრებულოს წევრები ქუჩაში გავიდნენ და ქალებს დედისდღე და 8 მარტი ყვავილებით მიულოცეს. 8 მარტს ასოციაცია ჭიათურელთა კავშირთან არსებულმა მოსწავლეთა საკრებულო მორიგის სხდომა გამართა. დღის წესრიგი 5 საკითხით იყო წარმოდგენილი. საკითხები კოლეგებს მოსწავლეთა საკრებულოს თავმჯდომარემ ეკა ფიფიამ გააცნო. სხდომაზე კოლეგებს მოსწავლეთა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ნათლულების და მათი ოჯახის წევრებისადმი მიცემული მითითება გააცნო. მოინახეთ ერთ-ერთი ოჯახი გაჭირვებული, რომელსაც აყავდა ანუ არ ყავდა დამტკიცებადი ანალიტიკი და მისულიყო და მათთვის ეპატრონა პატრიარქის ნათლებმა და მათი ოჯახის წევრებმა შვიდი მარადმწვანე ნერგი უნდა დაარღვევენ. სხდომაზე განხილული იქნა წმინდა ეკატერინეს სახელობის ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში საკრებულოს წვლილის შეტანის საკითხი. მე ვარ ამ ჭიათურელ მოსწავლეთა კავშირის ახალი წევრი და ძალიან მიხარია ეს, რადგან უკვე ახალი შემოსული ვარ და ესეთ კარგი საქმის გაკეთება მომიწია, როგორიცაა მონაზვნების დედაობის დახმარება. 6 მარტს ორი დღის წინ ჩვენ ვიყავით დედათა მონასტერში, სადაც დავეხმარეთ მათ შეძლების დაგვარად და ეს იყო ძალიან დიდი ბედნიერება. სხდომის დასრულების შემდეგ მოსწავლეთა საკრებულოს წევრებმა ქუჩაში გადაინაცვლეს და ჭიათურელ ქალბატონებს თაიგულებით დედისდღე და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს. მოსწავლეთა საკრებულომ გადაწყვიტა ერთი დღე გაელამაზებინა ჭიათურელი მანდილოსნებისთვის და ჩვენ ამ დღის აღსანიშნავად მათ გადავეცით ყვავილები. გილოცავთ დღევანდელ დღეს ქალბატონებო და რა შემიძლია თქვა გარდა იმისა, რომ ყველამ ეცადეთ გაახაროთ თქვენი საყვარელი ადამიანები, თუნდაც ესეთი მცირედი საჩუქრით. ძალიან მოწონს ეს აქცია, ჩემი აზრით უნდა ჩატარდეს ყველა დღესასწაულზე. დღესასწაული ქალბატონებს ასოციაცია ჭიათურელთა კავშირის თავმჯდომარემაც მიულოცა. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ აჩვენებს მთელ ქალაქს თუ როგორ თაობები იზრდებიან და მათი მთავარი პრინციპია ცხოვრების, რომ გაიზარდოთ ჭიათურის სიყვარულში და საქართველოს სიყვარულში. დღევანდელი დღეს იყო სწორედ ამის გამოხატულება. ვუერთდებით ჩვენს ახალგაზრდებს, მოხარული ვართ ესეთი აქციის. მივესალმები ამ აქციას, ძალიან კარგი წამოწყებაა. მოსწავლეთა საკრებულოს წევრები ჰუმანიტარული აქციის სიკეთე გადამდებიას ფარგლებში ჭიათურის მე-12 საჯარო სკოლის აღსაზრდელებს და უფასო სასადილოს ბენეფიციარებს უახლოეს მომავალში ესტუმრებიან. ჭიათურის კულტურის სახლში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ბოლოს ცნობილი გახდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ყველაზე წარმატებული 12 ქალბატონის ვინაობა, რომელთა დასახელება საღამოს ორგანიზატორებმა სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს თხოვეს. ჭიათურის კულტურის ცენტრში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს ყველა ლექსად თქმული სიტყვა მხოლოდ ქალს ეხებოდა. კულტურის ცენტრის სცენაზე გაჟღერებული ყველა კომპოზიცია, მუსიკალური თუ ქორეოგრაფიული ნომერი ქალს ეძღვნებოდა.
ძალიან დიდი სურვილი მქონდა ესე აღმოყოფილიყო სასიამოვნო თბილი და რამდენადაც შევძლებდით მთელი სული და გული სითბო და სიყვარული ჩაგვექსოვა და გვეგრძნობინებინა ჩვენი ქალბატონებისათვის. მე მგონი საღამო შედგა და არც თუ ისე ცუდად. მიულოცავ ყველა ქალბატონს, ყველა დედას, მშვიდობას, სიყვარულს უსურვებ, ყველაზე მეტად ეს გვჭირდება დღეს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქალი, დედა, ეს ოჯახისა და ქვეყნის სიძლიერეა. ძალიან დიდი მადლობა კულტურის თანამშრომლებს, რომ ისეთი ლამაზი ღონისძიება მოაწყოს. ძალიან კმაყოფილი ვარ და ძალიან გული დავწნდება და რო არ მეყურებია. ღონისძიებაში მონაწილეობა სანდრო კავსაძის და ზურაბ ანჯაფარიძის სამუსიკო სკოლების წარმომადგენლები, სახალხო ანსამბლი ჩანგის მოცეკვავეები და მომღერლები იღებდნენ. საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ჭიათურის წარმატებული ქალბატონის ტიტულის მინიჭება იყო. ქალაქში არსებულ სხვადასხვა ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ თავის სფეროში ყველაზე წარმატებული ქალი დაესახელებინათ. ქალაქის ყველაზე წარმატებული ქალის წოდება 12 ქალბატონს მიენიჭა. მართლა ძალიან დიდი ემოციები ხლა ჩემთვის ეს უცხო არ იყო ასეთი რამე, მაგრამ არ მოველო ძირთად. ეს არის დედის დღე, ქალთა დღე, ყველაფერი და მეგონა რომ ეს მაინც დედით დაიწყებოდა, მაგრამ ალბათ ყველას გათავისებული აქვს მასწავლებელი ზოგჯერუშილო, მაგრამ მრავალი შვილის მშობელი. მე ამაყი ვარ დედაჩემის გამო, რა ხალხმა ასე დიდი სიყვარული გამოხატა მის მიმართ. ნანული წერეთლის და იზო ცარციზის გარდა წარმატებული ქალის წოდება ნანი კუზმენკოს, ციალა ბოყოველს, მარინა პაპუაშვილს, მარო ცუცქირიძეს, მარეხი გაფრინდაშვილს, მზია დანელიას, დაგმარა წერეთელს, ტატიანა ბიწაძეს, მზია მუმლაძეს და მარინა კობახიძეს მიენიჭა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღევანდელი ზეიმით დასრულდა ესე ვთქვათ საზეიმო კვირეული ქალბატონებისადმი მიძღვნილი ძალიან სასიამოვნო საღამო იყო ყველა ქალს მინდა მიულოცო ყველა მანდილოსონს დედას მეუღლეს შვილს მეგობარს და ნებისმიერს მანდილოსონს მინდა რომ ძალიან წარმატებული იყოს მათი ცხოვრება და არა მარტო 8 მარტი დღევანდელი დღე ნებისმიერ დღე მათი იყოს იმიტომ რომ ეკოსმენ და იმსახურებენ. ღონისძიების ორგანიზატორი კულტურის ცენტრი იყო, მხარდამჭერი კი ჭიათურის მუნიციპალიტეტი. მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს ქალთა საერთაშორისო დღე საჩხერეში. ღონისძიება ჯერ არგვეთში გაიმართა, მოგვიანებით კი ჭორვილის რიტუალების სახლში, სადაც სტუმართა შორის ქალი კომპოზიტორები ჭარბობდნენ. სოფელ არგვეთში არგვეთის კულტურის სახლის ორგანიზებით ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში ჩართული იყო სოფელ არგვეთის, სავანის, იტავაზის და ცხამის საჯარო სკოლების პედაგოგები. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული, როგორც დედას, როგორც შვილს, როგორც ქალს, ძალიან მიყვარს და ყოველთვის თითქმის ტრადიციულად ჩემი კულტურის სახლი ყოველთვის ვაწყობთ ამ ლამაზ დღესასწაულს და უძღვნით ქალებს. ჩვენი სკოლა ძალიან აქტიური არის, ყველანაირად ცდილობდა იმას, რომ არ გამოურჩენილიყავით. ყველაზე მეტია ჩვენი სკოლიდან 18 ვართ მასწავლე-პედაგოგი. კულტურის სახლის შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა და სკოლის პედაგოგებმა საღამოზე შეასრულეს სიმღერები და წარმოადგინეს ქორეოგრაფიული ნომრები. ღონისძიებაზე იმყოფებოდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მეუღლესთან ერთად. მინდა მიულოცო დედის დღე 3 მარტი, მინდა ყველა ქალბატონს მიულოცო 8 მარტი ქალთა დღესასწაული. ქალბატონებს რომლებსაც მე ყოველთვის ხშირად ვამბობ და დღესაც ვიტყვი და გავიმეორებ რომ ყველა დღე მაგათია და მინდა რომ წარმატებები უსურვო, მათით ყოფილიყოს გალამაზებული ყოველი დღე, როგორც მათი ცხოვრება, ისე მათ გვერდში მყოფი მამაკაცების. დღევანდელი დღე არის შესანიშნავი, დღევანდელი ღონისძიება. არ ველოდებოდი მართალი გითხრა რომ ასეთი კუთხით წარიმართებოდა და ძალიან მაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ეთქობა რომ თვითონ ქალბატონები აქტიურობენ, მაგრამ თვითონ რამხელა სიამოვნებასაც ღებულობენ. და ჩვენც ასეთივე სიამოვნება მოგვანიჭეს. 8 მარტისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ჭორვილის რიტუალების სახლშიც, სადაც ქალთა საერთაშორისო დღეს სტუმრებს დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის შემოქმედებითმა ჯგუფმა მიულოცა. ჩვენმა სკოლამ მოიწვია დღეს ქალბატონები, გამოჩენილი მუსიკოსები, მათ ნაწარმოებს ჩვენი მოსწავლეები ასრულებენ როგორც საფორტეპიანო ნომრებით, ასევე ვოკალური სიმღერის შესრულებით.
საღამოს ბევრი სტუმარი ჰყავდა, მათ შორის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან ქართველი კომპოზიტორი ქალები, რუსუდან სებისკვერაძე, ნუნუ გაბუნია, რუსუდან ხორავა, საქართველოს კულტურის აკადემიის თავმჯდომარე, თბილისის მერვე სამუსიკო სკოლის დირექტორი, პიანისტი ნინო ქათამაძე, სხვადასხვა ფესტივალების ორგანიზატორები ნუნუ კუპატაძე და ბადრი გომართელი ესტუმრდნენ. ჩვენი სიხარული აქეთ წამოსulis იცით რა იყო ეხლა ძალიან ბევრ რაიონში კი არა თბილისშიდაც მუსიკის სწავლება მოიკოჭლა უკვე და აი ამ რაიონის საჩხერის რაიონის აი ძალიან დასაფასებელია რომ მუსიკალური კულტურა აქ პირიქით არის ესეთია აყვავების გზაზე აქ სწავლობენ ბავშვები და აქ უკრავენ. ეხლა ძალიან ხშირად ესეთი გულის ტკივილით ვამბობთ ხოლმე თბილისში, მთელი თბილისი რო ფეხით მოიარო, მუსიკის მეცადინეობის ხმას ვერ გაიგონებთ სახლიდან. ადრე ხო აი სულ უკრავდა ხალხი, უკვე სწავლობდა. და ის რო ჩვენ აქ გავიგეთ რომ აი აქ რა დონეზე ასწავლიან და როგორი ხელი შეწყობა აქვთ და როგორ განათლებას იღებს ბავშვები ძალიან გვიხარია. წლების განმავლობაში თვალსაჩინო საჩხერის სამუსიკო სკოლის მუშაობას კარგად ვიცნობ პედაგოგებს, ბავშვებს, მუშაობის მეთოდებს. დღევანდელი დღე მართლაც გამორჩეული იყო მაღალი პროფესიული დონით, საოცრად მრავალფეროვანი სასამსრულებლო შესაძლებლობებით. აქ იყო წარმოქმნილი არა მხოლოდ კლასიკა, იყო თანამედროვე მუსიკალური ხელოვნება და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვებთან ერთად საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ მათი პედაგოგები. სამუსიკო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სტუმრების წინაშე 3 საათიანი პროგრამით წარსდგნენ და კიდევ ერთხელ გააჟღერეს სხვადასხვა ნაწარმოებები ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან. ისეთი მუხტია ჩადებული სკოლის კოლექტივზე ვლაპარაკობ, რომელიც აუცილებლად ნაკობს გამოიღეს. მე განსაკუთრებით რამდენიმე ძალიან მომეწონა და ეს იმედს მაძლევს, რომ შემდგომშიც ჩვენ ვიხილავთ ძალიან წარმატებულ სკოლას თავისი შესანიშნავი კოლექტივით. ჩემთვის დიდი პატივი არის, რომ ვიმღერო ამ ადამიანების წინაშე, კომპოზიტორების წინაშე და დიდ სტიმულს მაძლევს აი ეს. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მე მინდა პირველ რიგში მივესალმო ქალბატონებს კიდევ ერთხელ და არაერთხელ მიულოცო ქალთა დღე. მინდა რომ ყველა ქალი იყოს ბედნიერი. დღევანდელი საღამოც შემიძლია ვთქვა რომ არის დატვირთული სწორედ ისეთი ემოციით და ისეთი სიტყვით, როგორც ალბათ ქალბატონებს ეკუთვნის. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საღამო დავით თორაძის სახელობის სამუსიკო სკოლის პედაგოგების მიერ შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა. დღეისათვის სულ ეს იყო გამოშვება ამით დასრულებულია. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. გემშვიდობებით მომავალ შემოგვარებას.